მოგესალმებით ეთერში ასტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. დღეს 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დღევანდელ არჩევნებს არ დააკვირდება. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი პირველ რიგში ის რეპრესიული გარემოა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქართულ სამოქალაქო სექტორს შეუქმნა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში აცხადებენ, რომ რეპრესიული გარემო სახიფათო იქნებოდა პოტენციური დამკვირვებლებისთვისაც. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. დანიის საგარეო უწყების განცხადებით ისინი ინარჩუნებენ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილეობის იმ ფორმატს, რომელიც დადგენილია წინა 6 მასპინძელი ქვეყნის მიერ, მათ შორის ბოლო შეხვედრის, რომელიც ალბანეთში 2025 წლის მაისში შედგა. შესაბამისად, საქართველოს მოწვევა კოპენჰაგენში დაგეგმილ შეხვედრაზე მხოლოდ აღნიშნული ფორმატის გათვალისწინებით მოხდა. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეშვიდე შეხვედრაში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო და შემდეგი ქვეყნები მიიღებენ: ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ფარერის კუნძულები, საქართველო, გრენლანდია, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან მარინო, სერბეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, რას ისმის მოსახლეობა დღე-დაღამე, ცემა და დაჭერები და ახლა აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას თავისივე რიგებში უკვე 13 წელია უამრავი მოღალატე კორუფციონერი ყოლია და თურმე ეს არ არის ხელისუფლების ბრალი. აბა ვისი ბრალია? ვინ მოიყვანა ეს ქურდბაცაცები, ვინ დასვა ისინი მინისტრების სკამებზე და ვინ მისცა საშუალება გაეკურდათ საქართველო? თავად ხელისუფლების წარმომადგენლების ვამენტოლობის ნიშანს კორუფციონერებსა და მოღალატეებს შორის და ამავდროულად თბილისის მერად 4 ოქტომბერს ამწესებენ ადამიანს, ვის მიმართაც სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. ამიტომაცაა, რომ უკვე ბევრი ალაპარაკდა რევოლუციაზე, იქნება თუ არა, როგორი იქნება, როდის იქნება, მაგრამ აღარ განმეორდები ნებისმიერ შემთხვევაში რევოლუციის წინაპირობას ქმნის ხელისუფლება. ამის გამო უახლოესი მეზობლებიც კი ზემოდან გვიყურებენ, შეიძლება ხვდებიან ოცნების წარმომადგენლებს, ესაუბრებიან ხანდახან ხელსაც ართმევენ, მაგრამ პოლიტიკურად ზემოდან გვიყურებენ, რადგან 2024 წელს ოცნების მიერ ჩატარებული არჩევნების ხარისხს და შესაბამისად შედეგებს ყველა ეჭვქვეშ აყენებს, აცხადებს კახა ოქრიაშვილი. კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალაქი მიწათ-სარგებლობის გენერალური გეგმის საფუძველზე ურბანულად სწორად ვითარდება. მან ურბანულ პოლიტიკასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტმა არაერთი გასხვისებული ტერიტორია დაიბრუნა და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნაცვლად მათ ადგილას რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები მოაწყო. ასეთი უამრავი ფაქტი. მაგალითი შემიძლია მოვიყვანოთ, დღეს ვერავინ გაბედავს ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად კორპუსები წამოჭივოს, აღნიშნა კახა კალაძე. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში მსჯელობა მიდის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ევროპის რეგიონს ეხება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას დისკუსიებში, რომელიც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ყობახიძის დანიის სამეფოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატი საუკეთესო შესაძლებლობაა შეხვედრებისა და კომუნიკაციისთვის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრი თქმით, აღნიშნულ ფორმატში საფრანგეთი ანტინარკოტიკული ინიციატივით გამოვიდა, რასაც მხარი დაუჭირა ქართულმა მხარემ. პოლიტიკური პარტიებისთვის ჩემი რჩევა იყო, რომ ამ არჩევნების იგნორირება მოეხდინათ. პრაქტიკულად არავინ მონაწილეობს და ისინი, ვინც მონაწილეობენ, ამას მთავრობის მხრიდან ზეწოლის ფონზე აკეთებენ. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა TVP World-თან ინტერვიუში 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, პარტიის ორი ლიდერი, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ციხეში იყო და ისინი ფაქტობრივად იმისთვის გაათავისუფლეს, რომ მონაწილეობა მიიღონ. ზურაბიშვილის განცხადებით, ფსევდო არჩევნები ტარდება გასული წლის საპარლამენტო არჩევნების რომელიც რუსეთის მიერ ძალიან დიდი ჩარევისა და გაყალბების ფონზე ჩატარდა. შესაბამისად, ამ არჩევნებისგან არაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ბევრი რამ არის მოსალოდნელი პროტესტებისგან, ვინაიდან ხალხს სურს რეჟიმის ცვლილება და ახალი დემოკრატიული არჩევნები. მათ დაიწყეს საუბარი მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ვინ არღვევს კონსტიტუციას? ხალხი, რომელიც არის ხელისუფლების ერთადერთი წყარო და დღეს თავის ძალაუფლებას უკან ითხოვს თუ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომლებაც ეს ძალაუფლება უკანონოდ მიიტაცეს. 4 ოქტომბერს გავიდეთ გარეთ და მშვიდობიანად დავაბრუნოთ ქვეყანა კონსტიტუციური მართვის ჩარჩაში. ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უზურპატორია, რადგან არ არსებობს კონსტიტუციური თანამდებობა, რომელზეც ის ქართველმა ხალხმა აირჩია. ბოლო პერიოდში ხშირად გაიგონებთ ქოცი ლიდერებისგან ერთსა და იმავე ფრაზას. თუ ვინმე კანონს და კონსტიტუციას და არღვევს, მკაცრად აგებს პასუხს. მოდით ჯერ გავარკვიოთ, ვინ არღვევს კონსტიტუციას? ხალხი, რომელიც არის ხელისუფლების ერთადერთი წყარო და დღეს თავის ძალაუფლებას უკან ითხოვს თუ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომლებაც ეს ძალაუფლება უკანონოდ მიიტაცეს? პასუხი მარტივია. ვინც მიიტაცა ძალაუფლება, ის არღვევს კონსტიტუციას. ვინც ხალხზე ძალადობს, ის არღვევს კანონს. აცხადებს მანჯგალაძე. შესაძლოა მსგავსი ინფორმაცია თავად ძალოვანი უწყებების შიგნიდან ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიგითი თანამშრომლები შველას ითხოვენ. აღარ უნდათ უკანონო დავალებების შესრულება და ისეთი ხელმძღვანელების ყოლა, რომლებიც ანწუხელიძეს და 2008 წლის გმირებს შეურაცხყოფენ. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რითაც სოციალურ ქსელში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სავარაუდო თანამშრომელთა ნაწილის სიის გავრცელებას გამოეხმაურა. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, აღნიშნული სიის გავრცელება იმას ნიშნავს, რომ სისტემა და ძალოვანი სტრუქტურები ჩამოშლილია. ამიტომ ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს. სისტემა არის ბოლომდე ჩამოშლილი, ძალოვანი უწყებები ჩამოშლილია და ივანიშვილს თუ 5000 სპეცრაზმელის იმედი აქვს, იქიდან 200-300 ადამიანი იყოს, ვინც ბოლომდე მიწაში ჩახვება, განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ პუტინს უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელება და ევროპის მასშტაბით ჩარევა სურს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბოლო კვირების განმავლობაში ვნახეთ, რომ პუტინს არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ დაბომბვების გაგრძელება, არამედ ევროპის მასშტაბით სხვადასხვა საშუალებით ჩარევა სურს. იქნება ის საჰაერო სივრცის დარღვევა, კიბერშეტევები თუ რაიმე სხვა სახის თავდასხმები, განაცხადა კირ სტარმერმა. მისი თქმით, საფრთხეების ფონზე უკრაინისა და ნატოს გაძლიერება აუცილებელია. წინსვლის დროა. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოლდოვის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რეალური პროგრესი გვჭირდება. უკრაინამ სკრინინგის პროცესი დაასრულა და პირველი კლასტერის გახსნისთვის მზად ვართ. ეს უნდა გაკეთდეს. განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მან მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვება მიულოცა. მინდა მაია სანდუს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო. ევროპამ გაიმარჯვა, მოლდოვამ გაიმარჯვა. განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს. ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდნენ. ჩვენ აზერბაიჯანს როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს ვაფასებთ და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზად ვართ. გლობალური კარიბჭის სტრატეგიის მეშვეობით ინვესტიციებს გავაგრძელებთ, წერს ევროკომისიის პრეზიდენტი. მაროკოში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას გამოცემა გარდიანი ავრცელებს. მაროკოში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები უკვე მეოთხე ღამე აგრძელდება. ახალგაზრდები მთავრობას სოციალური პროგრამების ნაცვლად თანხების 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საფეხბურთო სტადიონებზე დახარჯვაში ადანაშაულებენ. მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით საპროტესტო აქციებზე 409 ადამიანი დააკავეს. სამინისტროში განაცხადეს, რომ შეტაკებების შედეგად სამართალდამცავი ორგანოების 263 თანამშრომელი დაშავდა და 142 ავტომობილი დაზიანდა. ასევე დაზიანდა 20 კერძო ავტომობილი და 23 სამოქალაქო პირი დაშავდა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.